მოგესალმებით. განვიხილოთ კვადრატული განტოლების შედგენა მოცემული ორი ფესვის მიხედვით. მაგალითად, თუ კვადრატული განტოლების ფესვებია x1 უდრის 2-ს, ხოლო x2 უდრის 3-ს, მაშინ იმ კვადრატული განტოლების ფესვები, ის კვადრატული განტოლება, რომლის ფესვები ეს რიცხვები იქნება, არის x კვადრატს მინუს 5x პლუს 6 უდრის 0-ს, რადგან x პირველს დამატებული x მეორე ტოლია 5-ის, ხოლო ვიეტის ფორმულების თანახმად კვადრატულ განტოლებაში ის ჩაიწერება როგორც -5. აგრეთვე x პირველი გამრავლებული x მეორეზე უდრის 6. ეს ჩავთვალოთ პირველ მაგალითად. ახლა განვიხილოთ მეორე მაგალითი. პირველ შემთხვევაში ფესვები ორივე დადებითი იყო, ახლა განვიხილოთ სხვადასხვანიშნა რიცხვები. ვთქვათ, x პირველი არის 4, ხოლო x მეორე არის -7. მაშინ კვადრატული განტოლება, რომლის ფესვები ეს რიცხვები იქნება, არის x კვადრატს პლუს 3x მინუს 28 უდრის 0-ს. კიდევ ვიმეორებ, რადგან 4-სა და -7-ის ჯამი არის -3, ხოლო მეორე კოეფიციენტად წერთ +3-ს. 4-სა და -7-ის ნამრავლი კი პირდაპირ თავისუფალ წევრად იწერება როგორც -28. განვიხილოთ მესამე მაგალითი. ახლა მოდულით პირიქით. x პირველი იყოს უფრო დიდ მოდულიანი, ანუ თქვათ 9, ხოლო x მეორე იყოს -6. მაშინ კვადრატული განტოლება შემდეგი სახით იქნება x კვადრატს მინუს 3x მინუს 54 უდრის 0-ს. მეოთხე მაგალითი. ავიღოთ ორივე უარყოფითი ფესვის მქონე რიცხვები. x1 უდრის -2-ს, ხოლო x2 უდრის -5-ს. კვადრატული განტოლება, რომლის ფესვები ეს რიცხვებია, იქნება x კვადრატს პლუს 7x პლუს 10 უდრის 0-ს. აქაც უნდა დაუკვირდეთ, რომ -5-სა და -2-ის ჯამი 7-ის ტოლია და მინუს ნიშნით უნდა ჩავწეროთ, ანუ მისი მოპირდაპირე +7 იქნება, ხოლო მათი ნამრავლი არის 10-ის ტოლი. განვიხილოთ მეხუთე მაგალითი, სადაც მოცემული იქნება ირაციონალური რიცხვები. კერძოდ, x პირველი იყოს ფესვი 2, ხოლო x მეორე იყოს ფესვი 3-დან. მაშინ კვადრატულ განტოლებას ექნება შემდეგი სახე,
x კვადრატს მინუს ფესვი 2-ს დამატებული ფესვი 3 გამრავლებული x-ზე და დამატებული ფესვი 6-დან უდრის 0-ს. დავალებად გექნებათ ამ მიღებული კვადრატული განტოლებების ამოხსნა. შეამოწმეთ, მიიღებთ თუ არა იმ ფესვებს დისკრიმინანტის გამოყენებით. კარგად ბრძანდებოდეთ, ისურვებთ წარმატებას.